მოგესალმებით, ეთერშია გურიის ახალი ამბები. სტუდიაში თქვენთვის ნინო ვაშალომიძე მუშაობს. ევროპარლამენტში საქართველოს საკითხებზე მორიგი მწვავე დებატები გაიმართა. ევროდეპუტატების თქმით, საქართველოში ვითარება გაუარესებულია, რის გამოც ივნისში მიღებული რეზოლუციის ტექსტის განახლებაა საჭირო. ევროპარლამენტარმა რასა იონკევიჩიანემ ისაუბრა ოპოზიციური პარტიების ლიდერების დაკავებასა და ხელისუფლების მხრიდან სამოქალაქო სექტორსა და დამოუკიდებელ მედიაზე გაძლიერებულ წნეხზე. მისი თქმით, საქართველოში შემოდგომაზე დაგეგმილი მუნიციპალური არჩევნების აღიარება ასეთ ვითარებაში არ შეიძლება. დებატებზე სიტყვით გამოვიდა ევროკომისარი გაფართოების საკითხებში მარტა კოსიც, რომელმაც საქართველოს ხელისუფლების მიერ ბოლო დროს მიღებულ კანონებს რეპრესიული უწოდა და განაცხადა, რომ ევროკავშირი გააძლიერებს ძალისხმევას, რათა ფინანსურად დაეხმაროს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას და მედიას. ამ მიზნით დამატებით 32 მილიონი ევრო გამოიყოფა. ამასთან კიდევ 7 მილიონი დაიხარჯება საქართველოში ევროკავშირის შესახებ გავრცელებულ დეზინფორმაციასთან საბრძოლველად. მარტა კოსის თქმით, ევროკავშირმა უნდა მოახდინოს რეაგირება საქართველოში დემოკრატიულ უკუსულაზე. თუმცა უნდა შეინარჩუნოს თანამშრომლობის შესაძლებლობა შავი ზღვის სტრატეგიისა და დაკავშირებადობის საკითხებზე. დებატებზე საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენელმა ევროდეპუტატებმაც. იმ ფონზე, როდესაც სიტუაცია გაუარესდა ევროკავშირის საგარეო კომიტეტში გამართული კენჭისყრის შემდეგ პროევროპული პარტიების მიერ მომზადებული იქნა ახალი შესწორებები და მე გაძლევთ რეკომენდაციას მათ მხარი დავუჭიროთ. კერძოდ თითქმის ყველა მთავარი ოპოზიციონერი ლიდერის დაკავება და მათთვის პოლიტიკურად მოტივირებული მსჯავრის გამოტანა და სამოქალაქო საზოგადოების წამყვანი ორგანიზაციების სამართლებრივი დევნა. ასევე ჩვენი პოზიციის განახლება მუნიციპალურ არჩევნებზე. მთავარი ოპოზიციონერი ლიდერების დაპატიმრების გამო ეს არჩევნები არ შეიძლება ჩაითვალოს თავისუფლად და სამართლიანად. შესწორებები ეხება მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას. კიდევ ერთი ცვლილება ამკაცრებს ჩვენს მიდგომას ევროკავშირ საქართველოს ასოცირების შეთანხმების გადახედვის შესახებ. ეს ცვლილება მოითხოვს დაუყოვნებლივ მოქმედებას, რადგანაც საქართველომ მკაფიოდ დაარღვია ძირითადი დემოკრატიული პრინციპები. რეპრესიული კანონები, კერძოდ უცხოელ აგენტად რეგისტრაციის აქტი, გრანტების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებები და მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებები ნეგატიურად აისახება ევროკავშირის ფინანსური დახმარების მიწოდების შესაძლებლობაზე. მაგრამ მინდა მკაფიოდ ვთქვა, რომ ჩვენ ერთგული ვრჩებით ვიპოვოთ საუკეთესო გზები, რათა ჩვენმა დახმარებამ მიაღწიოს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებამდე და მედიამდე ისე, რომ მათ უსაფრთხოებას საფრთხე არ შეექმნას. თქვენ ასევე იცით დეზინფორმაციული კამპანიებისა და ნარატივების შესახებ ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების წინააღმდეგ. ამ დეზინფორმაციასთან ბრძოლისთვის ჩვენ ვაძლიერებთ კომუნიკაციის ძალისხმევას და დამატებით 7 მილიონი ევრო იქნება გამოყოფილი ამ შემოდგომაზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების დამტკიცებისთანავე. ეს თანხები იქნება გამოყენებული საქართველოს საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად ევროკავშირისა და მისი ინტეგრაციის გზის შესახებ. ევროპარლამენტში გამართულ დებატებსა და რეზოლუციას, რომელიც დღეს სტრასბურგში განიხილეს, თბილისში შეფასებები მოჰყვა. მართველი გუნდი რეზოლუციის შინაარს აბსურდულს უწოდებს და აცხადებს, რომ გაუთავებელი საუბარი ხელახალ არჩევნებზე, როდესაც გაყალბებაზე მტკიცებულებას ვერ დებენ, არასერიოზულია. ქართული ოცნების ლიდერები ასევე საუბრობენ ეუთო ოდირის საბოლოო ანგარიშზე, სადაც მათი განცხადებით ხაზგასმულია, რომ არჩევნები შედგა. წარმოდგენილ რეზოლუციას ეთანხმებიან ოპოზიციაში. ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, მართველი გუნდისგან რეზოლუციის გათვალისწინების იმედი ნაკლებად აქვთ ოპოზიციაში. ამიტომ ბრძოლის გაგრძელება საპროტესტო აქციებით და დაუმორჩილებლობით აანონსებენ. ეს რეზოლუციები ზოგადად ეხლა რაც გამოიცემა, ხო და მე რამდენი არის თქვენ კითხვა დასვით. ეს ქართული ხალხის წინააღმდეგ არ არის, ეს არის ქართული ოცნების წინააღმდეგ, რომელიც საკონსტიტუციო ჩარჩოებიდან გასულია ძალიან დიდი ხანია. რამდენი რეზოლუციაც არ უნდა გამოიცეს და ვინც არ უნდა გამოსცეს რეზოლუცია. ჩვენ იმ ბავშვებს, რომლებიც ოცნებამ აქციაზე დააკავა მხოლოდ იმიტომ, რომ განსხვავებული აზრი ჰქონდათ და მიხეილ სააკაშვილს ერთ სიბრწყეში ვერასოდეს და არასოდეს არ დავაყენებთ. ეს არის პირდაპირი აღიარება ევროპარლამენტის რეზოლუციაში განთავისუფლების მოთხოვნა, პირდაპირი აღიარება ევროპარლამენტის მხრიდან, რომ მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური პატიმარი. ამიტომ რა თქმა უნდა,
ქვეყნისთვის, რა თქმა უნდა, ქვეყნის წარმატებისთვის, მომავლისთვის უმნიშვნელოვანესია, რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი არ იყოს პატიმრობაში. რაც შეეხება საპარლამენტო არჩევნებს, რა თქმა უნდა, მთავარი მოთხოვნა ჩვენი კვლავ დარჩება საპარლამენტო არჩევნები, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. რაისა კომუნისტკა არ ისვენებს. ყოველ კვირა უნდა რომ საქართველოს ხელისუფლებაზე, ქართულ სახელმწიფოზე რაღაც გაუგებარი დებატები მოაწყოს ხოლმე. თან ეს უნიჭო დადგმული სპექტაკლი 700 კაციან ევროპარლამენტში 8 კაცი იყო. ევროკავშირი დაიცალა ევროპული ღირებულებებისგან, ესეთი პრობლემები აქვს და იცლიან რაისა და მისი სადაქალო თუ როგორც არის, რომ რეზოლუცია მიიღონ, სადაც უნდა ჩაწერო, რომ სააკაშვილი არის პოლიტპატიმარი. რომ ის დაკავებული მოძალადეები, რომ არიან სიტყვის თავისუფლებისთვის მებრძოლები. და მე კითხვა დავსვა. საკუთარ სამშობლოში, საკუთარ ქვეყანაში, ლიეტუვაში, ლატვიაში, ესტონეთში, აი კალას მინდა კითხვა დაუსვა. აი საკუთარ ესტონეთში თქვენმა მოქალაქემ სახეში რომ გაულაწუნოს თქვენს პოლიციას, თქვენ რა პოზიცია გექნებათ? იტყვით რომ სიტყვის გამოხატვის თავისუფლება იყო? ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის საკითხი კვლავ სადისკუსიო თემად რჩება ოპოზიციაში. ის პარტიები, რომლებმაც არჩევნებში მონაწილეობა ღიად განაცხადეს, კრიტიკის ობიექტები გახდნენ ოპოზიციისთვის. ოპოზიციურ პარტიებს შორის კვლავ ურთიერთბრალდებები ისმის. პარტიების ნაწილი არჩევნებში მონაწილეობის მსურველ ლელოს და გახარიას პარტიას აკრიტიკებს. განსაკუთრებით მძიმე ბრალდებებს აჟღერებს ნაციონალური მოძრაობა ლელოს მისამართით. პარტიაში ამბობენ, რომ ლელოს გადაწყვეტილებაზე თვალის დახუჭვის შემთხვევაში მათ ამ პარტიიდან გარკვეული სარგებელი შესთავაზეს. ამის პარალელურად საერთო კანდიდატების შერჩევას ცდილობს ლელო ძლიერი საქართველო და გახარიას გუნდი. თუმცა ალეკო ელისაშვილის ხედვას დიდ ქალაქებში ბრძოლასა და პატარა ქალაქებში ბოიკოტთან დაკავშირებით არ იზიარებენ გახარიას თანაგუნდელები. რაც შეეხება მმართველ გუნდს, ქართული ოცნება ამბობს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციას მარტივად დაამარცხებს. მინდა სოლიდარობა გამოუცხადო ყველა პოლიტპატიმარს და რა თქმა უნდა ღალატი იმ ადამიანებისა, ვინც 200-ზე მეტი დღე არის აპროტესტებს ყოველდღიურად იმ პროცესს, იმ მოცემულობას, რაც დღეს ქვეყანაში ხდება, რუსული რეჟიმის მმართველობას. ამიტომ ეს არის მთავარი პრინციპი, რომელსაც არ უნდა უღალატო, ეს არის არ უნდა ითანამშრომლო დღეს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმთან. სამწუხაროდ დღეს ლელო აღმოჩნდა პირდაპირ თანამშრომლობის პროცესში ივანიშვილის რეჟიმთან. ნაცების ეს თქვა ლელოს თავდასხმაც და უცნაურად გამოიყურება იმ ნაწილში, რომ ბევრი ისაც ახლა ლაპარაკობენ, აძეც იყო ცნობილი. თუნდაც იგივე ცესკოს შიროზის წევრი ყადანიშნული, მაგრამ როგორც ხდები, უბრალოდ იმედი ჰქონდათ, რომ ლელო ბოლომდე ნაცების ხარეს გადმოვიდოდა და რადგან არ გადავიდა და რაღაც ტიპის უთანხმოება მოხდა, ვერ შეთანხმდნენ, გაუხსენეს წასული, თქვა ცოდები. რა სტრატეგიაზე უნდა ვისაუბროთ? სტრატეგია შეიძლება მოთხოვოთ იმ პოლიტიკურ პარტიას, რომელიც დამოუკიდებელია თავის გადაწყვეტილებებში. და დამოუკიდებელი როგორ იქნება თავის გადაწყვეტილებებში, როდესაც უცხოური ძალების დირექტივას ელოდება და რაც მთავარია არა მარტო სატელეფონო კავშირით, არამედ ჩადიან იქ და იქიდან ღებულობენ ინსტრუქციებს, იქიდან ღებულობენ თანხებს და ბუნებრივია, ამიტომ ამბობთ ჩვენ, რომ ჩვენ სამწუხაროდ ბრძოლა არ გვიწევს მხოლოდ აი ამ აქაურ აგენტურასთან, არამედ პრაქტიკულად ჩვენ ოპონირებას გვიწევს უცხოური ძალა თავისი ზოგიერთი ელჩებით საქართველოში. ჩვენ წინა მოწვევაში, წინა საარჩევნოდ რაღაც კარენოვი ნაცებისგან არ გაგვიგია ხმარა მოუღიათ, რომ მოგთამოს აქ ადგილი და ჩვენ ფულს. ესე იგი ფული აიღეს. მიიღეს. არც ხაზარაძის კრიტიკა მომისმენია მე ნაცებისგან. ეხლა რაშია საქმე? ის შვენივრად შეიტყაპუნეს, შვენივრად დაბალანსდნენ 2024 წლის არჩევნებისთვის 2024 არჩევნებისთვის, მაგრამ ეხლა თამაშგარ რო დარჩეთ დაუწყეს წამოძახება. აი ფულებით რო გვაჩუმებდიო, ეგ როგორ იყო? აი ეს არის ამათი ორმაგი სტანდარტი. თორნიკე რიჟვაძე სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს. ამის შესახებ განცხადება საუნივერსიტეტო კლინიკაში გაკეთდა. წუხელ ღამით 2 საათზე თორნიკე რიჟვაძე გადაყვანილი იქნა სტამბოლის საავადმყოფოში საჰაერო გზით. პატრონების მოთხოვნით, აბსოლუტური მათი თხოვნა იყო ასეთი,
იყო მანამდე საუბარი ამ თემაზე, მაგრამ ჩვენ იმიტომ არ ვთქვით გუშინ, რომ ჩამოყალიბებული არ იყვნენ ამაზე. გუშინ გვიან ღამით გადაწყვიტეს, თვითონ გამოიძახეს რეანიმობილი, ანუ თვითმფრინავი იქიდან ჩამოვიდა და გადაიყვანეს თორნიკე. თორნიკე იყო აბსოლუტურად სტაბილურ მდგომარეობაში. კონტაქტში შემოდიოდა შეღვიძებისას გაუმჯობესებული პარამეტრები, თუმცა მართვის უმცროსზე დავტოვეთ, იმიტომ რომ გადაყვანა უნდოდათ და არ შეიძლება მისი მოხსნა საჰაერო ფრენის დროს და მძიმე პაციენტია, რა თქმა უნდა, აპარატურის უმცროსზე, მაგრამ იყო გაუმჯობესებული პარამეტრებით აბსოლუტურად კონტაქტური. გუშინ ღამით საუნივერსიტეტო კლინიკაში საქართველოს პრემიერი იმყოფებოდა. ირაკლი კობახიძემ თორნიკე რიჟვეძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მედიკოსებისგან პირადად გაიგო. მთავრობის მეთაურთან ერთად კლინიკაში იმყოფებოდნენ ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი. ხარია რომ კარგი მიმართულებით ვითარდება გამჯანმრთელების პროცესი, რა თქმა უნდა მე ვერ გეტყვით დეტალებს, მაგრამ ინფორმაცია მივიღეთ ბუნებრივია ექიმებისგან და დინამიკა არის დადებითი და ეს ძალიან გვეხარია. მადლობა ღმერთს, რომ მიმდინარეობს გამჯანმრთელების პროცესი. გამოძიება დაიწყო მყისიერად და რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია ყველა დეტალის დადგენა, რაც შეიძლება ამ ფაქტს უკავშირდებოდეს, დანარჩენს ბუნებრივია გამოძიება იტყვის. ბუნებრივია მეც ყველაფრით დავინტერესდი და არასწორი გამოძიება უნდა დაინტერესდეს ყველაფრით, რა იყო მიზეზი, თქვენი ცით არის კონკრეტული მუხლით, აღსრული სისხლის სამყრის საქმე და შესაბამისად უნდა იყოს გამოძიებული ყველაფერი, ყველა დეტალს აქვს მნიშვნელობა, მათ შორის წერილის დეტალებსაც აქვს მნიშვნელობა და ზოგადად ყველა გარემოებას, ყველაფერი უნდა იყოს დეტალურად შესაბამისი. ერთიანი ეროვნული გამოცდები გრძელდება. დღეს ოზურგეთში საგამოცდო ცენტრში დილის სესიაზე მხოლოდ პედაგოგები იმყოფებოდნენ, რომლებმაც ფიზიკის, ქიმიის, ისტორიისა და ქართულის გამოცდები ერთდროულად ჩააბარეს. დილის სესიაზე 44 აპლიკანტიდან 9 არ გამოცხადდა. რაც შეეხება მეორე სესიაზე ბიოლოგიის პედაგოგები იმოწმებდნენ კომპეტენციას. აბიტურიენტებმა კი უნარების გამოცდა ჩააბარეს. მეორე სესიაზე ყველა აპლიკანტი გამოცხადდა. რიგით მეოთხე საფესტივალო დღეს ოზურგეთელმა მაყურებელმა ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობების მიერ წარმოდგენილი სამანიშვილის დედინაცვალი იხილეს. ოზურგეთის დრამატული თეატრის სცენაზე მაყურებელმა გუშინ დავით კლდიაშვილის სამანიშვილის დედინაცვალი, გიორგი კაშიას დადგმითა და ზუგდიდის თეატრის მსახიობების შესრულებით ნახა. ინსცენირების ავტორი კი ალექსანდრე ქოქრაშვილი გახლავთ. სპექტაკლი მოგვითხრობს ფეოდალური კარჩაკეტილი ცხოვრებიდან კაპიტალიზმში გადასვლის მტკივნეულ პროცესებსა და ეპოქალური ცვლილებებით გამოწვეულ სოციალურ სიდუხჭირეზე. ქურივი აზნაურის სიბერეში ცოლის შერთვას გადაწყვეტს, რაც მისი ვაჟიშვილისთვის თავზრდამცემი სიახლე აღმოჩნდება. პლატონი იძულებული ხდება მამას საცოლედ თვითონ შეურჩიოს, რომ თავიდან აიცილოს მემკვიდრის დაბადება. სპექტაკლის დროს ვიხილეთ ინტერპრეტაცია, თანამედროვეობასთან სინთეზი, როგორც ვიზუალური მხარით, ასევე შინაარსობრივადაც, რამაც წარმოდგენა კიდევ მეტად საინტერესო და მიმზიდველი გახადა. გიორგი კაშიამ და ზუგდიდის თეატრის დასმა მაყურებლის აპლოდისმენტები დაიმსახურეს. ძალიან საინტერესო დღე გამოვიდა იმ მხრივ, რომ ამ სპექტაკლში ბევრი მსახიობია დაკავებული და მარტო ამ ყველაფერს ორგანიზება და გადმოტანა სივრცეში რაღაც ძალიან დიდ სირთულეებთანაა დაკავშირებული და მადლობა მინდა გადაუხადო ორივე თეატრს ამისთვის. მე მგონი ფესტივალი ძალიან საინტერესოდ მიმდინარეობს და მეორედ მომიწია ჩემი სპექტაკლის ჩამოსვლა და ვესწრები კიდეც სპექტაკლს და ვაპირებ რომ დავესწრო. ძალიან საინტერესო პროგრამაა და უსურვებ წარმატებებს ამ ფესტივალს და მადლობა სუხთი ამ შესაძლებლობისთვის. მე ბევრჯერ მithქვამს რომ ოზურგეთი არის ჩემი მეორე თეატრი. იმიტომ რომ პირველი პრემიერა საერთოდ ჩემ ცხოვრებაში პირველი პრემიერა ოზურგეთის თეატრში, ანუ გასვლითი პრემიერა რასაც ერქვა და პირველი პრემიერა გასვლა იყო ოზურგეთში. არასდროს არ დამავიწყდა.
სპექტაკლიც მახსოვს, როლიც მახსოვს 50 წლის წინ იყო, მაგრამ მაინც. დღეს ნუ ოზურგეთის მაყურებელი საოცარი, ერუდირებული, განათლებული, უჭვიანესი. აი კონკრეტულად რო თემაზე წერტილს რო დაგისვა. ძალიან ასიამოვნები ვარ. დიდი მადლობა ყველას, ვინც უდგას ქართულ თეატრს, ქართულ კულტურას, გვერდით ყველას დიდი მადლობა. რაც დაარსდა ფესტივალი ნოდარ დუმბაძის, მას შემდეგ ვესწრაფი. და ბედნიერი ვარ და მადლობა ორგანიზატორებს, ვინაც გადაწყვიტა, რომ ეს ფესტივალი დაარსებულიყო და ოზურგეთში ჩატარებულიყო. მადლობა ვასიკო ჩიქობიძეს, ოზურგეთის მერიას, გურიის ადმინისტრაციას საერთოდ ლანჩხუთს და ჩხატაურს განსაკუთრებით, რომ გვაჩუქეს ეს დიდი ბედნიერება და წეღავ მსჯელობდით და ვსაუბრობდით კიდევაც, რომ ველოდებით ზაფხულს, იმიტომ რომ ასეთი დღესასწაული იწყება. ვესწრები ყველა სპექტაკლს და არ შემიძლია დღევანდელი ემოციები არ გადმოგცეთ. ყოველთვის ზუგდიდი გვაოცებს ყოველთვის. ყოველთვის გვაუწევთ თავისი ნიჭიერების შემოქმედებითი და თავისი გადაწყვეტით და დღეს ვართ აღფრთოვანები და ემოციებს ვერ ვფარავთ და ყველა ისეთი კმაყოფილი გავიდა დღეს დარბაზიდან და წარმატებები ყველათია ზუგდიდ, ოზურგეთს. ნოდარ დუმბაძის მეხუთე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში ეკოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორის მარინა ჩხარტიშვილის წიგნის საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი პრეზენტაცია გაიმართა. წიგნის წარდგენა ოზურგეთის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ვასო ჩიგოგიძემ გააკეთა. პრეზენტაციას არაერთი ოზურგეთელი და მოწვეული სტუმარი დაესწრო. მინდა მარინა ჩხარტიშვილის ძირძველ ოზურგეთელს, ნამდვილ ოზურგეთელს, ჩვენს მეგობრებს დაბადების დღეა, დღეს მისი დაბადების დღეა, ილოცავთ მარინა. ფესტივალის ფარგლებში უცვლელად სიყვარული გადავწყვეტეთ, რომ მარინას წიგნის აი აქ მაქვს საქართველოს ბოტანიკური ეროვნული ბოტანიკური ბაღი. ვილოცავ დღევანდელ დღეს ქალბატონ მარინა ჩხარტიშვილს, მისთვის ეს მეშვიდე წიგნია, ძალიან მნიშვნელოვანი, რომელსაც დიდი რუდუნებით წერდა, დიდი მონდომებით წერდა და უდიდესი პასუხისმგებლობით უნდოდა, რომ წარედგინა ეს წიგნი გურული კითხველისთვის, ჩვენი საზოგადოებისთვის, მაგრამ თავისი ავადმყოფობის გამო ვერ მოახერხა ჩამოსვლა. მადლობა უფალსრო დღევანდელი დღე შედგა მისი მეგობრები, ახლობლები, ჩვენი ქალაქის ინტელიგენცია აქ არის, გაეცნობიან ამ არაჩვეულებრივ ნამუშევარს და მარინას ვუსურვოთ კიდევ ბევრი საინტერესო შემოქმედებითი დღე ქონოდეს, ბევრი საინტერესო წიგნი დაეწეროს მომავალი თაობებისთვის და მინდათა მიულოცო დაბადების დღე. ეს გახდა ჩემ ხალხთ არსებული ბოლო ინფორმაცია. მე მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ.